ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ამ მაჩვენებელმა 5 მილიარდ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად მილიარდ 300 მილიონი დოლარი იყიდა. რეზერვების საქმეზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად დაისახა როგორც ლარის კურსზე, ისე რეზერვების შევსებაზე. სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე და ფიქრობთ, რომ არსებული ტემპები ჩვენ შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. აგვისტოს ჩათვლით სავარაუდოდ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი მილიარდ ნახევარ დოლარსაც გადააჭარბებს. დღეის მონაცემებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის ისტორიაში, ჩვენი ინტერვენციების ისტორიაში მაქსიმუმს მივაღწევთ წელს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვექნება სავალუტო შესყიდვების და რეზერვების შევსების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამის საფუძველი არის ჩვენი მზარდი ეკონომიკა, კერძოდ თუ რა არხებითაც შემოდის უცხოური ვალუტა ჩვენს ბაზარზე, ეს არის ექსპორტი, ეს არის ტურიზმი.